მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ მარველის უახლეს პროექტს კაპიტანი ამერიკას საოცარი ახალი სამყარო, რომელიც რატომღაც ქართულად თარგმნეს როგორც ახალი სამყარო. მოკლედ ვიდეოში გამოყენებული მექნება სპოილერებიც, ამიტომაც ვისაც არ გსურთ მნიშვნელოვანი დეტალები გაიგოთ ფილმის ნახვამდე, მაინდა-მაინც ნუუყურებთ ამ ვიდეოს. მიბრძანდით კინოთეატრში, ნახეთ ფილმი, ან დაელოდეთ სანამ ინტერნეტში არ დაიდება. ვინც ჯერ კიდევ აქ ხართ და მზად ხართ, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შევუდგეთ საქმეს. Come and get me! კაპიტანი ამერიკას რიგით მეოთხე სოლო პროექტი, რომლის სახელწოდებაც გახლავთ Brave New World, რომელსაც თავდაპირველად სხვა სახელი ერქვა, ეს იყო New World Order. სხვათა შორის ეს იყო იგივე დასახელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ფალკონის და ზამთრის ჯარისკაცის სოლო სერიალში. ეს იყო პირველივე ეპიზოდის დასახელება, ხოლო გარკვეული მიზეზების გამო მარველმა შეცვალა ეს სახელი. თუ რატომ გააკეთა ეს, ამ თეორიას მივუძღვენი ვიდეო, რომელიც არხზე დევს და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ხო, ასე იყო თუ ისე საბოლოო ფილმი მივიღეთ სახელწოდებით Brave New World, ანუ საოცარი ახალი სამყარო. ფილმის ქვესათაური მარველს წამოღებული აქვს Aldous Huxley-ის რომანის დასახელებიდან. Aldous Huxley-ის საოცარი ახალი სამყარო გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისტოპიური ჟანრის რომანი, რომელშიც მოვლენები მომავალ უკვე ბრჭყალებში განვითარებულ სამყაროში ვითარდება და ვისაც წიგნი წაკითხული გაქვთ, მიხვდებოდით მსგავსებებს, არა იდენტურს, მაგრამ მაინც კაპიტანი ამერიკას ფილმსა და Aldous Huxley-ის წიგნის თემატიკებს შორის მაინც არის გარკვეული მსგავსებები. მოკლედ, როგორც ვიცით, კაპიტანი ამერიკას ფანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ ვერ მოინელა ის ფაქტი, რომ ახალი კაპიტანი ამერიკა გახდა არა ბაკი ბარნსი, არამედ სემ ვილსონი. რაც პირდაპირ გეტყვით, რომ მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა ახალი ფილმის ყურების დროს. უფრო მეტსაც გეტყვით ამ პროექტს, რომ ყოლოდა ნორმალური რეჟისორი და ბიუჯეტით ცოტა მეტი გამოეყოთ, სცენარზე და შინაარსზე უფრო მეტი ემუშავათ, სემ ვილსონი ჩვეულებრივად გაქაჩავდა, ასე ვთქვათ, ამ ამპლუას და ნამდვილად კარგ კაპიტან ამერიკას გვიჩვენებდა. ფილმთან მაქვს ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემები. მარტივად ვისაც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ფილმი ჩემთვის არ შედგა. არა, არ შედგა არანაირად. მიუხედავად იმისა, რომ არის ფილმში გამოსარჩევი და მართლა კარგად გაკეთებული სცენები, ამის მიუხედავად სამწუხაროდ მაინც ვერ შედგა სემ ვილსონის დებიუტი როგორც კაპიტანი ამერიკა. თანდათანობით ჩავშლი რა იყო, რაც მომეწონა და რა იყო, რაც არ მომეწონა. მოდი დავიწყოთ იმით, რაც არ მომეწონა. პირველ რიგში ეს არის სიუჟეტის აბსურდული ჩახლართვა. დაახლოებით საათი და 15 წუთი მოანდომეს, რომ როგორმე მაყურებლამდე მოეტანა და გაგვეგო, თუ რა იყო საერთოდ ფილმის სიუჟეტი და რისი თქმა უნდოდათ ამ ფილმით. საბოლოოდ კი მაინც ვერ გამოუვიდათ და სიუჟეტი ესე უპატრონო ბავშვივით მიაგდეს. წარმოდგენა არ მაქვს, რა საჭირო იყო ამ დონეზე პლოტის გართულება. თანაც აშკარაა, ამაზე აღარ შევჩერდები, რომ მარველი ბოლო წლებია ფილმებს მაქსიმუმ 15 წლის ბავშვებისთვის აკეთებს. არ მესმის, რა საჭიროა ამხელა პოლიტიკური და ეკონომიკური, იდეოლოგიური ქვაკუთხედების შემოტანა. თუ საბოლოოდ ფილმი მაინც უნდა მიაფუჩეჩო და ისე გადაიღო, რომ 15 წლის ბავშვებსაც არ გაუსწორდეთ ამის ყურება. მოკლედ, ფილმში თითქმის ყველა პერსონაჟს მარიონეტივით ატრიალებს ლიდერი. პერსონაჟი წარმოუდგენელი ჰალკის ფილმიდან, რომელმაც შექმნა აბომინეიშენი, ჰალკის მოწინააღმდეგე ამავე ფილმში, რომელიც როგორც გახსოვთ, ჰალკის სისხლით დაინფიცირდა, რაც გენერალმა როსმა ცუდად გამოიყენა, ციხეში გამოკეტა და წლების განმავლობაში მის ტვინს იყენებდა სხვადასხვა იარაღების შესაქმნელად, რომელიც მხოლოდ ამერიკას ექნებოდა. ლიდერმაც ეგრე არ უნდა შურისძიებაო და გენერალ როსს სიცოცხლის შესანარჩუნებელ ტაბლეტებში გაურია გამანივთიერება, რომელიც წლების განმავლობაში ილექებოდა მის ორგანიზმში და ბოლოს ერთიანად ამოასხა. ფილმის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს ადამანტიუმი, ალბათ გახსოვთ უტეხი მეტალი X ადამიანების ფილმიდან, მეტალი, რომელიც შეიყვანეს ლოგანის სხეულში. ამერიკა და იაპონია იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ადამანტიუმი ხელმისაწვდომი გახადონ მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ აქაც ლიდერი თავისი მეცნიერული ხრიკებით სიტუაციას ხლართავს ისე, რომ თანამშრომლობის მაგივრად ერთმანეთს გადაკიდებს ამერიკას და იაპონიას. მთელი ფილმი კი იმის მტკიცებაში გადის, რომ გენერალ როსს არ დაუვალებია ტერორისტული ჯგუფისთვის იაპონიიდან ადამანტიუმის ჩუმად მოპარვა. ამასობაში ახალ კაპიტან ამერიკას დილემა აქვს. თან არ უნდა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ყურმოჭრილი მონა იყოს და ყველაფერი იდეალურად შეასრულოს და თან ხვდება, რომ ესე თავიანთ ჭკუაზე ბოგინის უფლებასაც ვერ მისცემს მათ. რადგან ახსოვს თუ რა გამოიარა მან სტივთან ერთად ჯერ ზამთრის ჯარისკაცის ფილმში და შემდგომ ახსოვს თუ რაზე აწერინებდა ხელს გენერალი როსი შურისმაძიებლებს სამოქალაქო ომის პერიოდში. ხო, აი ამის ახსნაში გადის მთლიანი ფილმი, პერიოდულად შემოდიან საიდ ქერექტერებიც, მაგალითად ჯიან კარო ესპოს
სეტო რომლის პერსონაჟიც საერთოდ რა შუაში იყო, ვისთან იყო, რა უნდოდა, რატომ გიჩვენებდნენ ყოველ წუთას, ისე თითქოს რამე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, არადა ამ დროს დაქირავებული ტიპია, რომელსაც შანსი მიეცემა, რომ კაპიტანი ამერიკა მოკლას. მოკლედ, ამ პერსონაჟის არ ყოფნით ფილმში საერთოდ არაფერი შეიცვლებოდა. რაც შეეხება ახლა სემ ვილსონს, აშკარაა და ორი აზრი არ არის, რომ ჩემთვის სემ ვილსონის ევოლუცია მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში გასაოცარია. მეასე ხარისხოვანი გმირიდან პირველ ხარისხოვან გმირამდე, რომელიც კინოსამყაროს ეპიცენტრში ექცევა. მაგრამ მიუხედავად ენტონი მაკის შემართების და სურვილისა, ფილმს იმდენად სუსტი, არალოგიკური და უაზრო ჩახლართული ისტორია აქვს, რომ კაპიტანი ამერიკა საერთოდ ვინ არის შეიძლება დაგავიწყდეთ. ერთ სცენაში კამეოს სახით ჩნდება ბაკი, ეს სცენა კიდევ ცალკე მარაზმია. ბაკი ხედავს, რომ თავის მეგობარს პარტნიორი უკვდება, სამყარო თავზე ექცევა, ლამის ინანოს, რომ კაპიტანი ამერიკა გახდა და ეუბნება, მე ვიცი, რომ შენ შეძლებ ამ ყველაფერს ძმაო, უბრალოდ უკვე დელეგატი ვხდები და რაღაც ივენტზე მივდივარ საზღვარგარეთ, მაგრამ ჯერა შენი და ყველაფერი რო ჩაივლის დამირეკეო. აი ეს იყო სუბაკის გამოჩენა და ესეთ გამოჩენას ჯობდა რომ ეს გმირი პირდაპირ თანდერბოლტის ფილმისთვის შემოენახათ და ფალკონის და ზამთრის ჯარისკაცის სერიალის მერე პირდაპირ იმ გუნდში გვეხილა, ვიდრე ესე უაზროდ გამოჩენილიყო 3 წუთით და მერე გამქრალიყო. რა ვქნა, ვიცი რომ დახმარება გჭირდებაო, მაგრამ შეხედე ფილმს რა აწერია. კაპიტანი ამერიკაო, მოეცა სტივს ფარი ჩემთვის და მე ვეჩხუბებოდი წითელ ჰალკსო. აიღე ფარი ახლა და ინტრუეკი სერიო. რისთვის მოგწეს ამ ორის დასამეგობრებლად ამხელა სერიალი თუ ბაკის ბოლო წუთს ესე უნდა გადაეგდო სემი. ერთი რაც მომეწონა და არ ვიცი მიაღვიქვი ესე თუ ზუსტად ეს მნიშვნელობა ჰქონდა ჩადებული ამ სცენაში, როდესაც კაპიტანი ამერიკა და მისი დამხმარე ხუაკინ ტორესი ცდილობენ ლიდერის მიერ გონება დაბინდული ამერიკული თვითმფრინავები გაანეიტრალონ, რათა ამ თვითმფრინავებმა იაპონიაზე თავდასხმა არ განახორციელონ. მოკლედ ამ სცენაში ხუაკინი გადაწყვეტს, რომ თავის თავზე აიღოს ერთ-ერთი თვითმფრინავის იერიში და შეეჯახოს მას. მიუხედავად იმისა, რომ სემი აფრთხილებს, უკან დაიხიოს და თავი აარიდოს თვითმფრინავს, ხუაკინი არ გაითვალისწინებს ამ რჩევას და პირდაპირ ეჯახება პილოტს. რაც მის ჯავშანს და ფრთებს სერიოზულად დააზიანებს, კოსტუმს ფრთა მოტყდება და ხუაკინი წყალში ვარდება. პირადად მე ამ სცენამ გამახსენა ბერძნულ მითოლოგიაში იკაროსის და დედალოსის სცენა, როდესაც ტყვეობიდან თავის დაღწევის მიზნით დედალოსმა ბუმბულები შეაგროვა, ისინი ერთმანეთს ცვილით მიამაგრა და 4 დიდი ფრთა დაამზადა. ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდგომ იკაროსი მამის გაფრთხილების მიუხედავად მზეს მეტისმეტად მიუახლოვდა, მზემ ცვილი დაადნო და იკაროსი მზის სასიკვდილოდ დაეცა. ამან დედალოსი გულგატეხილი დატოვა, მაგრამ გზა ფრენით განაგრძო და კუნძულ სიცილიაზე დაეშვა. ხო, არ ვიცი რეალურად ამის თქმა უნდა თუ არა რეჟისორს და შეგვიძლია თუ არა ეს სცენა სიმბოლურად გავაიგივოთ იკაროსის და დედალოსის ტრაგედიასთან, მაგრამ პირადად მე ასე აღვიქვი ეს სცენა და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი. მთლიანი ფილმი ხომ მეტწილად მაინც იმედგაცრუებაა, მაგრამ ყველაზე იმედგამოძრუებელი მაინც ფილმის ბოლო ნაწილი და კულმინაცია იყო, სადაც როგორც იქნა გამოცდა წითელი ჰალკი, მაგრამ ალბათ მისი ქრონომეტრაჟი მთლიან ფილმში სულ რაღაც 10 წუთია, რაც ძალიან ცოტაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი პერსონაჟი ყავს ეკრანზე და იგი პირველად უნდა წარუდგინო მაყურებელს. ასევე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფილმის მთლიანი მარკეტინგული კამპანია აგებული გაქვს წითელი ჰალკის გამოჩენაზე და მის დაპირისპირებაზე კაპიტან ამერიკასთან. ფილმის ბოლო შერკინება სემ ვილსონსა და თადეუს როსს შორის უფრო მეტად გავდა ბრძოლას, რომელიც ფილმის შუაში უნდა ყოფილიყო, რათა მაყურებელი შეემზადებინა უფრო დიდი დაპირისპირებისთვის. ექშენი კარგია, დაძაბულობა კარგია, მაგრამ ეს ბრძოლა არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო და რისთვისაც მივედით კინოთეატრში. მთელი ფილმის განმავლობაში ხდება ერთგვარი ბილდაპი, შემზადება, რომ თადეუს როსი უნდა გარდაიქმნას ჰალკად. როგორც იქნა ამას ვხედავთ და 10 წუთიანი დაპირისპირების შემდგომ სემ ვილსონი მიხვდება, რომ ამასთან ძალით ვერაფერს გავხდებიო, ამიტომაც მოდი იქნებ სიტყვამ გაჭრასო და უხსენებს თავის შვილს, ბეტის, რომელთანაც როსს ცუდი ურთიერთობა აქვს, ჯერ კიდევ 2008 წლის ჰალკის ფილმში განვითარებული მოვლენების შემდგომ. ხო, ამ სცენაშიც, რომ ბეტი გამოჩენილიყო და მას დაემშვიდებინა ჰალკი, ბევრად ლოგიკური და სიმბოლური იქნებოდა, ვიდრე სემ ვილსონის სპიჩი. ხო, და კიდევ ერთი, არ ვიცი მარველის ბიუჯეტს რა სჭირს, მაგრამ გახსოვთ 2008 წელს ჰალკის სრული ტრანსფორმაცია რომ გვაჩვენეს? ხო, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტრანსფორმაციის სცენაა, რაც კი მარველში ყოფილა, მაგრამ არა. კაპიტანი ამერიკას 4-ის ბიუჯეტმა არ მისცა სპეციალურ ეფექტებზე მომუშავე ჯგუფს საშუალება, რომ მსგავსი ტრანსფორმაცია ეჩვენებინათ. ამიტომაც მარველმა გადაწყვიტა, რომ ეს მომენტი, ანუ წითელი ჰალკის გენერალ როსად გარდაქმნის მომენტი ჩრდილის მეშვეობით წარმოეჩინათ, რითიც საკმაოდ დიდი თანხები დაზოგეს.
ერთი რაც მომეწონა და მართლა კარგი იყო, ეს იყო სემის ბრძოლის სცენები. ადამიანებთან ოღონდ, რადგან ჰალკთან მისი ბრძოლა უბრალოდ აბსურდია და მეტი არაფერი. მართალია სემს არ ჰქონდა სუპერჯარისკაცის შრატი, მაგრამ აშკარაა რომ სტუდია მას პლოტის შრატი მისცა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია თუნდაც ვიბრანიუმის ფარით და ვაკანდელების აბზვრით სემს ასეთი წინააღმდეგობა გაეწია წითელი ჰალკისთვის. მოკლედ, იმდენად იმედგაცრუებული დავრჩი ფილმით, რომ კრედიტ სცენებზეც კი არ დავრჩი და არც მინახავს, ამიტომაც მაგას ნამდვილად ვერ შემოგთავაზებთ თუ რა მოხდა კრედიტ სცენებში. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, ჩემსავით ფიქრობ თუ განსხვავებული შეხედულებები გაქვთ ფილმზე, დამიწერეთ კომენტარებში. მე კი დღეისათვის ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სულ მალე ახალი იდეებით, დროებით. Since when were they red? You want me? Come and get me!